Salve, მე ვარ დრანგა, ეს არის Bitanica Short. გადაცემა სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რატომ ხარჯავს Ripple 4 მილიარდს, რატომ გაიყინა დუბაიში 9 მილიარდი დოლარი და რატომ გაჩნდა აჟიოტაჟი მიმქონების გარშემო. საკუთარი სერვისების გასაუმჯობესებლად Ripple 4 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ძირითადად ეს თანხა მომხმარდება საბროკერო მომსახურებას, ფონდების მართვის ინსტრუმენტებს და stablecoin-ების განვითარებას. Ripple აშკარად აშენებს ხიდს კრიპტოსა და ტრადიციულ ფინანსებს შორის. საკმარისია 4 მილიარდი Wall Street-თან დასაკავშირებლად არავინ იცის. მოკლედ Wall Street-ის მგლებო, აბა თქვენ იცით. დუბაის სასამართლომ 9 მილიარდი დოლარი გაყინა. ეს თანხა თითქოს TUSD-ის რეზერვიდან არასწორად იქნა გადარიცხული. ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო კაიმანის რეზერვებში, გამოძიების მიხედვით ჰონკონგიდან გადაიტანეს Dubai Area Commodity-ში. кейსი კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა, რადგან დოკუმენტებში Justin Sun ფიგურირებს. შეგახსენებთ, რომ მან თავად დაფარა ეს თანხა ოდნავ ადრე, რადგან TUSD-ის ჰოლდერები არ დაზარალებულიყვნენ. მოკლედ ყველაფერს ან არაფერს გაარკვევს სასამართლო. მიმქონების სამყაროს სერიოზული აპგრეიდი ელის კანარი კაპიტალმა გადაწყვიტა პირველი მიმქონ ETF-ი გამოუშვას, რომელიც პირდაპირ MockCoin-ს ფასს გაყვება. ფონდმა უკვე შეიტანა განაცხადი SEC-ში და ეს ხდება იმ დროს, როცა SEC-ი კრიპტო ETF-ების განხილვას უბრუნდება და ბაზარი უკვე ელოდება XRP-ს ETF-საც. მოკლედ მიმქონები, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მიმებზე იდგა, ახლა საბონდო ბირჟაზე გასვლას ცდილობს და ამან რა თქმა უნდა დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ეს იყო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩეს თავარი მოკლედ.